დღეს გუნდს ბრძოლა შეუძლია ისე როგორც ადრე. მინიმუმ ყველა წონით კატეგორიაში медали, ყველა წარდგენილი სპორტსმენის медали, ჰქონდა 2 ოქრო მაქსიმუმ სოფლიოს ჩემპიონატებზე და მინიმუმ 3 ოქროთი ვიქნებით მოყოფილი. არ შეიძლება ლაშა ბექაურის ნაირი სპორტსმენი საგორაოდ გაიყვანო ტატამზე. როცა ის მზად არის, როცა კონკრეტული მიზანი და სურვილი აქვს, კონკრეტული შეჯიბრებებისთვის ემზადება და კი რო გამოდის, კი ვხედავთ რასაც ჩვება. ოპტიმისტური ხასიათი მაქვს და განწყობა მაქვს მაგასთან დაკავშირებით, რომ კვლავაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიხილავთ ქართულ ფინალს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ბიჭების, სპორტსმენების ესე ტიტულებით დახასიათება და შესაძლებლობებით მე მგონი, რომ სხვანაირად არ გამიგოთ მეუხერხულება შავემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულ ძიუდოში თავდაუზოგავი შრომა რო გამხდარიყო მოდური ნაკრებში იყო რაღაც პერიოდები როცა არ მქონდა საშუალება და უნდა მეშრომა ბევრი რომ მქონოდა კი ერთი წლის წინ ეგრე იყო და ახლა უკვე ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვარ ყველასგან ველოდები მედალს მაგრამ ჩემი აზრით მინიმუმ 5 მედალი იქნება